დღეს მე ისე მიწაში ვარ და ამჯერად 3 დღის დაცვას ჩავდივარ 8 დღით. აბა დამარხეთ ცოცხლა. რატო ზაზარებს მიწა? აურას კაცო ახლა როდის ჩადიხარ კუბოში? კუბოს ვიდეოს ამდენი ხანია როდები ძმაო სადაა ვიდეო? ვარდით როდის ჩადიხარ კუბოში? სადაა ძმაო კუბოს ვიდეო? იგი ძმაო კუბოს ვიდეო როდის იქნება? მისტერ ბიც როდის უხსნი რეკორდს? და ოფიციალურად 8 დღიანი კუბოს ჩელენჯი დაიწყო. და ამ ვიდეოს გენერალური სპონსორი იგახლავთ ამბასადორი. Argi radi da arginda es kubოში ჩასვლა ხო იყავი ერთხელ უკვე. რა გინდა გული მომისკდეს? როგორ დავიძინა ეს როცა ვიცი რომ შენ კუბოში წევხარ. არგი რა არ შეიძლება ესე და რა. აცუდი გზნობაც. აუ აქ ძმაო 8 დღე რადგან ამ ჩელენჯში მისტერბიც უნდა მოუხსნა რეკორდი, კუბოს ზომებიც იგივე ავიღეთ. კუბა კი შედგება 2 მილისგან. ერთი, რომელშიც ვენტილაცია გადის და საიდანაც ჟანგბადი მომეწოდება, ხოლო მეორე მილი კი საკვებისა და ელექტროენერგიისთვისაა. ჩემი მეთვალყურე კი იქნება 10-ში, რომელიც 24/7-ზე მიყარაულებს. თუმცა ამ კუბოს იმდენი მიწა აყრია, რომ 10-ის მინიმუმ 3 საათი დასჭირდება ამოსათხრელად. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც დამმარხავენ, იქიდან ამოსვლა 10-ის გარეშე შეუძლებელი იქნება. ანუ აქედან ჰაერი გამოდის გარეთ, იმიტომ რომ აქ არის საყენებული ეს გამწოვი. გიგი როგორ ახარ? როგორ ახარ? თავი. დაგარე მოყო თავი? და რაც თავარია მაინც მეგობარი რო არ მოხდეს მე ექიმი მოდი. ექიმი მეგობრებო რამე რომ მოვიდეს, ყოველთვის იქნება ჩვენთან ერთად, აი აქ დაიძინებს და გადაარჩეს. და ალბათ ზოგიერთ თქვენს გაუჩნდა შეკითხვა. რა მინდა კუბოში? და ვისი რეკორდის მოსახსნელად ვარ. მაგრამ ეს ისტორია დღეს არ დაწყებულა. ამისათვის უნდა დავბრუნდეთ 2023-ში. იმ დროს, როდესაც მე პირველად შევდგი ფეხი YouTube-ზე. Hello everyone, my name is George Katamadze and welcome to my YouTube channel. It sounds weird, yeah. მაგრამ ერთ დღესაც სრულიად შემთხვევით ვნახე მსოფლიოში ყველაზე დიდი YouTuber-ის ვიდეო, Mr. Beast-ის, რომელმაც 7 დღე კუბოში იცხოვრა. მაშინ გავიფიქრე, ამას ცოტა აკლია თქო. მაგრამ ეგრე ხომ მეც მაკლია თქო. მაგრამ მე დავფიქრდი, ეს ხო შესაძლებელია. და თუ ამან შეძლო, ოდესმე ხომ მეც შევძლებ თქო. და იმ დღეს საკუთარ თავთან დაიდო სიტყვა. როცა დრო მოვა, როცა დონეს ავწევ, მე ამ რეკორდს მოვხსნი. და აი ახლა 2 წლის შემდეგ აი ამ კადრში მე ვარ კუბოში. ჩემ ჯიპეს შენ ხელები ზღაპრის ჩიტები ვიტყერიან. გიგი, რომ მოკვდე მანქანას ხომ ემიტოვებ? არა. აბა ვის უტოვებ? ბავშვთა სახლს. ხო და მე არა მოგთხრი მკიდია იყავი. გიგი, ქშია? ბიჭო, კი რა ვიში. წოდი ხაჭაპური შეიძლება. მე ხო ყველაფერზე თანახმოვარ რომ ჭამ. და ამ დამღლელი დღის შემდეგ მოვიდა ძილის დრო, რომელიც იქნებოდა ჩემი 8 დღიანი ცხოვრების განმაყოფელი ნაწილი. ანუ მინდა რომ გავაღვიძო მეგობრებო გიგი, მაგრამ აი აქ ნახეთ ჩანს რომ მყდარივით ძინავს რა. აქ უყურებ ხოლმე და ვაკონტროლებ. აქედან გავინარი არ ვაღვიძებ. კაცი კუბოში არის. რა უნდა აკეთოს? მაქსიმუმ ყველაზე კარგია რომ ეძინოს რომ მალე რომ გავიდეს და ამიტომ არ გავაღვიძებ რომ ეძინოს. გიგი! რა ვახარ გიგი? აჯი! აუ! რა შვები შეჩემა? მე რავი ბიჭო, სახს ვალაგებ, რაღაცა ცხარი მოვაშენი აქეთ ჩემსკენ. აქ ძმაო, ცხოველები ვსტუმრობენ. მოგრი დაჭის დავენძლავე მეგობრებო, რომ თუ ამოვედი 8 დღე. დე, ანუ 8 დღე თუ ვერ გავკაჩე, 10-ში სტატუ მარჯვენა ხელზე თავისი მარჯვენაზე ოღონდ. უნდა გავიკეთო. ესეთია შეთანხმება.
აქ უკვე მეორე დღის ბოლოს უახლოვდებოდა და მოწყენილობაც იქ აღწევდა. და უეცრად მოხდა ის, რასაც არ ველოდა. აი, აჩი ტელეფონი დამეცი. მაპატიე ხალხო. რაღაცა მანაკი შემოჩამოვალი. კიდე ეს მინდა. და იმ დროს როცა მე ჩემ თვალს მივტიროდი, ამ დროს აჩი ცხრების თვლით იყო გართული. ეხა გამოვედი სახმანქანიდან და ის ნახეთ, ჩემი სახმანქანის უკან რა ხდება. აი, რამდენი არია? და ამასობაში იწყებოდა რუტინული ღამეები, სადაც ჩემი ერთადერთი მხსნელი ძილი იქნებოდა. Somewhere over the rainbow, Gigi down the ground. რალამაზი გათენდა. აჩი გვიძავს დასხი დავლიოჩე ჩემო მაგარი ამინდა დღეს დასალევი ამინდა. ხა გეღირს საშენ გაღვიძება? ბიჭო მე სუფხიზლათა ვარ ძმაო თვალებს ვასვენებ. ამ ვიდეოში გვეყოლება სხვადასხვა იუთუბერები, რომლებიც შეეცდებიან ჩემს დამარცხებას სხვადასხვა გამოწვევებში. წაგებულს კი ელის ძალიან სასტიკი სასჯელი. ამბა ძმაო გაიგე სტუმრები მოგვიდნენ. სტუმრები მოვიდნენ. პირველი სტუმარი არც მეტი არც ნაკლები ქვეწარმავალთა რისხვა თვით კაკო მოვიდა. ესეთ გაჭიროებაში რომ გაგიცანის უძია, მაგრამ გიგი რა შვები? მოხვედი? ვა ბიჭო აქედან რა ვაფშე სხვანაირი ხარ? გიგი! როგორ ხარ? შენ როგორ ხარ? ეს შეიძლება ვიხტუნაო ცოტა რისკი. გიგი მიდი კაცო, მე დაჟე თავიდან მივიხტუნავ. წესები ძალიან მარტივია. იუთუბერების განკარგულებაში იქნება 5 მწერი, რომელიც კომპანია Glim Store-მა მოგვაწოდა, სადაც მსგავსი ცხოველები და ეგზოტიკური არსებები შეგიძლიათ შეიძინოთ. თითოეული იუთუბერი ამ მწერებიდან ერთ-ერთს აირჩევს, რომელიც დამარცხებულს სასჯელის სახით შეხვდება. ბიჭო, არჩიე. ბიჭო, ხო იცი რაც უნდა ვარჩიო წესით, მაგრამ რატომღაც არ ავირჩიო მაგას. მოდი იყოს ეს. აი, მატლები არის. ჭამა გინდოდა. ბიჭო, მეთქი თუ ჭამა მოგვიწევს, ჯობია რომ მატლი იყოს. აჩი დასვავს კითხვებს და ვინც უფრო ახლოს იქნება პასუხთან, ის გაიმარჯვებს. და კითხვა ნომერი 1. სულ რამდენი სახეობის გველი არსებობს დედამიწაზე? პირველი ამ კითხვაზე პასუხს გასცემს გიგი კუბოდან. გიგი გისმენთ? 300, მე 300 მახსოვს. 299. 299-იო და თქვა მეტი არის ბიჭო, მეტი იმრა. არ ვიცი, მაგრამ რადგან ChatGPT-ის და Google-ის მონაცემებით ამაზე 10-ჯერ მეტი გველი არსებობს, გაიმარჯვა გიგი კატოვაძე და ერთი გულა გიგის. ტაში დაუკარი ვინმე? აი, გენაცვალ. ერთი გულა გიგის, მოკლედ მე კაკო შენსკენა ვარ, როიცოდე. რამდენი ძუძუმწოვარი ბინადრობს ანტარქტიდის ესე შემოგარენში, ოკეანეებში და იმენა ანტარქტიდა? ხო, აი ანტარქტიდაზე რამდენი ძუძუმწოვარი ბინადრობს. შენ თქვი ეხლა არა, შენ თქვი. აი. მე ვიტყვი 11-ს. 11? 12 მგონია. 12, 11. და მე შორიშოსო თქვა დარგინდა და ის სეიმს თამაშობს, რომ 11 არ ნაკლები. კარგი. და ანგარიში გახდა 1. რადგან ბინადრობს 25 სახეობის ძუძუმწოვარი დაახლოებით. ზანდებილებიც არ ის გამოდის. სხვათა შორის ესე ჭკვიანები ყოფილან. ხოჭო? სულ რამდენი სახეობის მაიმუნი არსებობს ამ ოპა. აბა შენ თუ იცი გიგი? შენ იცი ხო ზუსტად? კი. ატარა. აი, მაშინ მე ვიტყვი 55. 35. 40. 56. დაიზინა. ცუდი კაცია რა. გეუნე 56. და ანგარიში გახდა 2. მისასალმები.
ლოგიკურია ხომ? 2-1 მიწის ზემოთ ყოფი ხალხის ასარგებლოდ. კარგია. რამდენია? 2-1 არის ანგარიში. არ რამდენია? 200-ზე მეტი. 200-ზე მეტი სახეობა. სო, ესე ჩამოყარეოთ. პირი გააღე? პირს არ გა. აი, ნახეთ. არ მინდოდა. იუთუბერისთვისო, აი. რას უკეთებს, კაცი? რა, ნახე ხო დაცემულია. საწყალი ანგელოზ. აი, ესე გამოიყურება, რომ იცოდეთ. ულამაზესი მატლები. ოც ერთი თავისი წამოვიდეს. გალოკა. ვაიმე, რა ცუდია. ერთი პირში გაკიგი. ივენა თავზე აყრია. ეს როგორ შევაკეთე? აი, ხო არ დავამატოთ იქ მეორეები. დაიცა. ივენა ნახე, ზემოდა ნენეა ლეველები რო იწევ. მოდი ესეთი რაღაცა შემოგთავაზებ. ხო. კალიას შევჭამ. ხო. ცოცხალს. თუ წავაგე. თუ არა და ჩამოგიყრი. კალია შეჭავს ოცხალ. თუ არა ჩამოვიდე. ოპა, დაიძაბა. დავა. რას დავაშევ? რას თავაში? აჯიმანიები. მაგაში აჩქარა ჯობი, ხო? ეს რაზავშიდებ? კაკოს ვაჭროვამებს. მეორე ლეველი შევთავაზე გიგის, რადგანაც ეს ხელცარიელი აღარ მინდა, არ მინდა წავიდე. თუ წააგო გიგი, ეს უნდა ჩაუყარო 6 ცალი კალია. მაგრამ მე თუ წავაგე, სამაგიეროდ მეც სვერს გავიღებ და 1 ცალი კალიის ტანი უნდა ვჭამო. თავი ცოცხლად დავტოვო. რა ბრუტალური კონტენტია. დაიცა. დაგერხევა. მოვიგებ. აი, შეჭება მეძუძური ქალი ხარ თუ რატო ყავს ეს? მე დავბავარ ძმაო. კაი, დავაი კითხვა. რომელ წელს დაარსდა YouTube? რომელიც უფრო ახლოს იქნებით? დავაი, პირველი შენობა. 2003 წელს. ეხა შეგიგი. აუ, მე არ ვიცი რომელი წაგებამ რომ გამიხარდება. აჭიმანია. აგედამანი. ანუ იუთუბერები არიან დაარსების წელი, ბიჭო, როგორ შეიძლება ეჭვი გეპარებოდეს? გული რაღაც სხვას მეუნება, ინტუიცია სხვას და. ბიჭო, მალე. აი 2004. საბოლოო პასუხია? ხო. 2004. კარგი. ესე იგი, კარტა თქვა 2003 მიღებულია კიდია. всё, მე გკითხე და ეგ არის. 2002 იყოს. 2000 და YouTube შეიქმნა 2005 აბარა. მოკლედ როგორ შევთანხმდით? ერთ ჭამ 5-ს ვაგდებ, ხო? აუ რატო გადაწყვიტა რომ უნდა ეჭავა? ბიჭო, ეგ მეგრე მითხეს რომ იჭმევაო თან. შვედში? ხო. ცოცხალი? კი. კალორიები დათვალე პროსტა მანამ ჩაკვიჩა. რომელი გავწიროთ კიდე? აი ეს. რატო გადავწყვიტე მე? არ უნდა მაგას სხვა დაიჭი. დავა, ეგრევე ატაკე. მიდი, გემრიელია. აილე. ჩაკვიჩა? ჩაკვიშა კი არა გადა. კაია. ბიჭო, მაგარია თო. დავაი დაცხე. ნახე მაგა. არდა ნახე, შედი დო გასინჭერა მაგარია. აუ, მომა. არ წამიგია ხო არ მეკი. მომა, კაი რამდენი. უსამართლოა. აი უსამართლოა. ამოდი და რაც გინდა ის მიქენი თუ უსამართლოა. მომის. პინცეტი მაგზე? უსამართლოდ მოიქეცი. აუ, ბიჭო, რა სტროფები არის? აჰა, პინცეტი აიგე. რამდენი წავს? იგი მართლა უსამართლოდ მოიქეცი, ამოდი და კაცურად დავილაპარაკოთ აქ. აქ მარ არცად არ გავმივარ. აუ, არა, ბიჭო, მექცევინა რომ. პინცეტი ჰა? ბიჭო, პინცეტი რა ვიცი, მომე. რა 5 უნდა იპოვო ქიქი. 5 უნდა იპოვო. მიდი გიგი შეაგროვე, მიდი. ამას შეხებით, ბიჭო. ნახველების რაოდენობა კი არ წყდებოდა. მოდიოდნენ მსახიობები, მოცეკვავები. და ასე მოდიოდა დედაჩემი ყოვალდ, რომელიც მანქანიდან ვერ გადმოდიოდა, რადგან ძალიან განიცდიდა. თუმცა კუბოში ძილი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან კოშმარები ხშირად მესიზმრებოდა. აჩიკო რა შვები, ღვიძავს აჩიკო. მღერი შეჩება. შენ გიმღერი, просто არ გესმის. უშინ
ორჯერ გამეღვიძა რაღაცა კაცუნის ხმა იყო თუ გატეხვის იყო და მეთქი თარხეული მაგდა. მეგონი მართლა გატეხილი აქ. აუ დილით რო იმერაციაში ჩამძახე მეთქი რა უნდა ჩემი და მე რაღაცა მეთქი სიზმარია. მეგონი არ იყო სიზმარი და ანუ გატეხვის ხო მართლა გავი რაღაცა მეგონა რომ გატყდა, აი გაიფსარა, გაბზარის ხო იყო უეჭველი. და მეგობრებო დღეს უკვე აუ ენერგია მართლა აღარ მქარავს. აი იქით ხარეს რომ მინდა გავიდე რაღაცა რო ავიღო, მაგალითად ნასკი რო ავიღო, ისიც მიზარება რომ იქამდე მივიდე, ავიღო ნასკი და არ ვიცი, აი ძალიან ენერგიოთ мотивაციაც არ მაქვს. საერთოდ აღარ მინდა. არ აქვს გაკეთება. და აი როგორ მგონი იცი რომ ამოვალ ეცე ენერგიოთ მეთქი აი ხა სიარულიც ყველაფერი მიზარება. და ამასობაში დამწყები იუთუბერებიც მოვიდნენ. ადლობაც მეგორო მოხვედით წავს. რატო ესე უპატრონო ადგილას ბიჭო? ადექი შეჩემა ოქტოპუსები არიან. იგი რა ხარ ჩამოხვალ დავლიოთ რაღაც არა ჯიგარო მერეც მეყოფა. ამის შემდეგ კი ბიჭებმა შემთხვევითობის პრინციპით არჩიეს შემდეგი ჩელენჯის მსხვერპლი. ბიჭო, ცუდი ამბავი გვაქვს. რა ხდება, ვა? ადრეული გაქვს. რა რომელი ცხოველია? გველების ხო გეშინია? ბიჭო, ეცა მე რომ მოვიგო, ვერე რაშუ. მე ხوار შენ რომ მოიგო? ხო. არა. შანსია. ძალიან უშანსოთ ხარ. მოკლედ მეგობრებო და დამსწრე საზოგადოებაო. მიუჭახუნე. დღეს გიგის საფლავთან დაილევა პირველი წაგებული და ალბათ გიგი, იმიტომ რომ მე ცოტლეს სკილებში დარწმუნებული ვარ. მე მკივა ცოტა ასე რომ. დაიწყო მიზეზები, დაიწყო. თუ ესე რომ თქვა გიგი წააგებს სამ შემთხვევაში გიგისთან ჩავა პატარა გიგი. კლიკი როგორც დაარქვეს, საყვარელი. თუ წააგებენ ბიჭები, რომელიმე შეჭავს მატყს. ყოველთვის მინდოდა მატყის ჩა. 3 2 1 ვიდი არ წააგო. ბალე ვიდი ვიდი ოპა მორჩა მე აზე არა ხარ გიგი დაისხადა რომ საცხალო ნუ აფშე ვერ დალი. ბიჭო მე წამოწოლილი ცოტა ვერ ვსვა ხოაზე. ეზობელი მოდის შენთან. მოკე. არ დამეცა შეჭ. შენ უკანა. თან ყავს თავკან. ეს რა კაი, ამისი არ მეში. ხა შენი შენს გავს ეჭე. აბა ასელოდებოდი ეხლა აი, წავით ეხა მარტო აღარ იქნები უკვე. იბაზრებ ხოლმე. არა ბიჭო და კერე, საყვარია, ვინარიო ეს. უნდა გავუშვე, თორე აქ შეიძლება ძილში გავჭრიდა. მეოთხე დღეს დასრულდა, თუმცა ჯერ ეს ჩელენჯის 50% იყო. New day, new beginnings, oh my god, უკვე წელი მტკივა. ცა, თუ გავიდა ეს დედანაკაჭ. ანთან აი ამ 4 თეთრი კედელი როა, ხაცა აი სუირდდა იგივეა, ბიჭო აი ნიტალათა ძალიან რთული. იეკეტაჟაფო. აღარ ცილი მინდა და აღარც არაფერი ამა გახსოვდეთ. თავარია გჯეროდეთ. და თავარია გჯეროდაზე გამახსენდა შემთხვევით TVC მანკი. ჩემი მხარდამჭერი და ჩემი სპონსორი, რომელიც გვერდით მიდგას, რომ ესეთი კიდე 1000 სიგიჟე გავაკეთოთ მომდენო 1 წელი ერთად და მოკლედ ჩემთან ერთად არიან გულში ხართ. გული არის აქეთ. ხალხის ნაკადი კი არ წყდებოდა. მოდიოდნენ როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრული ადამიანები. კაი კაცი იყო საწყა. ასევე ვირტუალური ჩართვებიც ჰქონდა. ნახე ვინ მოგიყვანე. აბა, რა კაცი. აი, სადა ხარ, ბიჭო? ჩემ გასვენებაში. ვერ მოვედი, ბიჭო, ბაღაშვილზე ვერა. და მოვიდნენ ჩვენი შემდეგი სტუმრებიც. არც მეტი, არც ნაკლები, ასილასი. იარა და რაბანი. და ფოკუსნიკი ლაშა. მოვიდნენ კიდევ ერთი რა კაცი. კიდევ ერთი ნახველი მოვიდა. გიგი ადექი, გიგი. ამიტის ტირის. რო ამოვიდეს ეხა ვარ.
გიგი არ გიხდება შეძმო. თავი რომ ამოყოს. ეგო მე მართლა მაინტერესებს. გიგი სახლებომ დარეკა რაღაც სულები დადიანო და რა ხდება ვერ გავიგე. არა ამას სული არ აქვს უსულო. მოვიდნენ შენი კოლეგები გიგი. ხარ ბიჭო? სანახავად მოვედი. აი მე აქ უნდა ვიყო და თქვენმა ეს არის სამართალი. შენ გესმის შენ მოკვდი ბიჭო მარლე. შენ გესმის ეს რა არის? ბიჭო მე არ ვიცოდი შენ რითი გაერთობოდი რა. მე გაზეთები მოგიტანე. ჩვენ ბავშვობაში რითაც ვერთობოდი გაზეთებში სუდოკუ არის თუ რა შენ პატარა ხარ. აქ ძალიან ეპატაჟური რაღაცა განცხადებები არის და ერთ-ერთ წაგიგითხა. რა ხო უნდა იცოდეს ახალი რა თქმა უნდა. მოწყვეტილია 8 დღე. აი ესე ჯონი ჯანაშია ესეთ განცხადებას აცხადებს რომ ყველაფერში ბედნიერება დიდი უბედურებაო რა. გაიგე და აი შენი უბედურების მომსწრენი გავხდით რა ჩემო ძმაო რა მართლა თავშითი რა ბაგეხოს. აი ნახე აი აქ რაღაც კროსორდები რაღაცები ჩახედე რა ვიცი. შენ ხარ კაცი აგერ ძმაო და საჩუქარი პირველად მომიტანა ვიღაცამ კუბოში აი მარტო მე არ მოვსულა საჩუქარი. ლაშასაც აი ესე აი ასე ამიტომ მე შენთვის მაგ საჩუქარი ჩელენჯი. შენ სანამ მანდიდან ამხვალ, შენი მიზანია რომ ისწავლო რუბიკის კუბის აწყობა რა. მე ერთი რაღაცის თქმა მინდა სანამ ლაშა ამ ყველაფერს მოაყომარებს და გააკეთებს. იცით რა არის? კარგია, რომ გიგი არის მთავაროში და გიგი აკეთებს ამ ყველაფერს, თუმცა ამის უკან ბევრი ადამიანი დგას, ვინც ამ ადამიანს ეხმარება და ამ ხალხს არავინ არ აქცევს ყურადღებას და საკადრის სამადლობებს არ იხდიან თქვენთვის რა და აჩი მე მართლა გულათებული და ესე მადლობას გიჟენები ადამიანს ერთი წუთით დავასრულო და მართლა ეხა ადამიანური ის გამოვიჩინო და მადლობა აჩი რომ შენ ამ ადამიანს ესე დაყურებ და ყურადღებას აქცევ და რა თქმა უნდა უსაჩქროთ არ შენ არ გაგიშობ და ეს ნატახტ არის ლიმონი შეეძლო ეხა მე სარკონდა ბიჭო ამდენი ხარ ერთხელ არ გითქვია ძმაო მადლობა არა ლიმონადი და ან გამოიწერე და არხი არავე თქვი ერთი ხმა არ ამოღი აი ნატახტაზე მორად ირთახას როდი ჩამირით ერთი თქვა ბიჭო რა მაგარი ის არის რუბიკი არის ხიანი. ძალიან მაგარია არის ხიანია ძმაო. მაგაში რამდენი გადაიხადა დედას მიცაორი იმენა ტირო და იმენა რაბან წილში შემოდიოდა რაღაცეები და მართლა 30 ლარი და ჩემო ძმებო თქვენ უნდა არჩიოთ ახლა ამ 4 უსაყვარლესი არსებიდან რომელი აი და მათ აირჩიეთ არაკლები ეს გამოგეცემა გავამართვით გავარდი წამოიღეთ არა მე რატომ მიჭირავს რა წამოიღეთ ესე ჩამოვარდება თუ წააგეს მატს ჭამს რაბანა აბა ბიჭო რა ფასად გაიყიდა ჯონ ლენონის ტუალეტი აი მე ზუსტად ვიცი და. ზუსტად ვიცი? 319 ვთქვა, მაგრამ მგონია რომ აი 100,000 მაქსიმუმი იქნება რა. მე ვიტყვი 320,000 დოლარი. აუ რანა ფუსი კაცია რა. ბიჭო. კაროჩი კოდარი რო არისო დაგა. გამზადეთ ტარაკნებს. აუ. იცით რომ თქიდო რა მოიგდო ჩაუგდო. იმენა ყარს გიგი მართლა. კაი, სოდოა, აღარ ჩაუყარო. საწავიდა. ოი მე. არა! იგი ერთ მომენტი რაღაცა რომ ჩაუყარო. აძმო! ჩაყარე. იგი, არ მინდა რაღაცა მომეცით, ბიჭო. აუ მომეცით, მალე. დრო გადიოდა, მე კი კუბიკ რუბიქს ისე ვერ ვაწყობდი. და ყვითელ პრესას გადავავლე თვალი. დირო გავიდა და მე ტარაკანა ესე ვერ ვიყავე. აქ შევატყობდით. სპეციალურად ჩამოვიტანე ეს ჩემი YouTube ღილაკი, როდესაც 100,000 გამომწერზე ავედი და ჩემი სანდობის ვაფლები. მოკლედ ეს ვიდეო იყო 200K სპეციალი, რომელზეც ძალიან მალე ავედით და არ ველოდდი რომ 200K-ზე ესე მალე ავიდოდით და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მართლა როდესაც ვფიქრობ 200,000 ადამიანი რამდენია, ძალიან ბევრია. ეხლა თქვენ თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ, რომ დაწეროთ კომენტარებში რომ რა გავაკეთოთ 300,000 გამომწერს. აი რაღაც გიჟობა უნდა იყოს, ამაზე სიგიჟე უნდა იყოს, აი ისეთი რომ მეტი არ შეიძლება. წავალ დავიჯინა. ხვალ გელაპარაკებით. დაიწყო მე-6 დღე, სადაც ნელ-ნელა დეპრესია შემომეპარა და არაფრის ხალისი აღარ მქონდა.
აუ რა კაი ამინდია ხალხო, ერთ-ერთი ეს მომიკითხო როგორ არის. გიგი, ნახე რა კაი ამინდია, როგორ ახლა შეჩება. რა მიზარება ლაპარაკი. აი რა გეზარება ბიჭო, ამოიხედე ნახე, იმენა ესეთი კაი ამინდია ამ დროს რავი, თბილისში იშვიათია. აი ხლა კონტენტისთვის რომ მიწევს ლაპარაკი, თორე ამასაც არ დაგელაპარაკებოდი, მაგრამ ეს არის. ახ, რა ვიცი, რა გიშველო. რით გაგახარო, მითხარი და გავუჩენელს გავაჩენ. ვერაფრით დამეხმარები. მე კი უხასიათოდ ვიყავი, თუმცა აჩი ცდილობდა ჩემი ხასიათის გამოკეთებას. ამჯერად უკვე საკვებით. გიგი, რა შვები ბიჭო, ხო არ გშია? ჰო, მაჭამე. თუ. ერთი რაც მახალისებს ამ კუბოში ჭამა. ხო და ეხა მოგიტანე შენ რო ყველაზე მაგრად გევასება ის გამოვაძახებინე შენთვის. ეს რო ყველის соуსი. ამხელა გამოვში. ვენდის ყველის соуსი აშკარად კი ეთხოვა, მაგრამ ამხელა თუ იქონდათ არ ვიცოდ. ოპა, ბეკონატორის მენიუ დაიდოს ბიჭო. და რაც მთავარია. აჰა, всё, ძმაო, შენ 64-ში ვარ, ძმაო. აჰა, მოგიტანე 64? კი, ძმაო, ეხა მეც დავждები და შევჭამ შენ შენ შემოგეულე. ერთადერთი რაღაცა ჭამა, რაც მაბედნიერებს. და ყველაფერს იკეთესთან ერთად შუქის შაქრა, რამაც ჰაერის უკმარისობა გამოიწვია კუბოში. ესე ჩემთვის ტკბილად მეძინა ხალხო და წავიდა შუქი ყველგან და ხა იმას. ბიჭო, ცხელა ქვემოთ როცა ვიდა შუქი? აუ შეძმობას ვიცა ორი სიტაც ხა? აი მართლა ძალიან ცხელა ეს. უპიზდეცია ბიჭო, ყველგან წასულია შუქი? კი, მე რაღა ეხა წავიდა ამ ღამის 3 საათზე, ჩემი რა უნდა და დღე მაინც წასულიყო და გადგებოდი თავს. არსად არა ვაფშე ეხა აქ უმენა თელუბანში ჩამქრალია ყველაფერი ვაფშე. შეძმობას ვიცა ვარ მართლა მაგრად ცხელა. ის მომიხსენი რა მართლა, იმენა ჰაერი არ ჩამოდის ვაფშე. იმენა ვერ ვარ ვაფშე არ არის ჰაერი, აი მე ცხელა საუნაში. მე არ ვიძინებ ჯერ ხა გამიხდა ძილი და რა იქნება რამ აქავარ ჯერ იქნება მოვიდე შუქი რა რამდენი ხანი იქნება ჩამქრალი და არც თუ ისე ცოტა ხნის შემდეგ შუქიც მოვიდა. შუქი მოვიდა მეგობრებო, ეს მანათებდა და ეხა ეგრევე დაუბერა შუქი რომ მოვიდა. აი ყოფილა. იმენა გავიყინე ორ წამში შეჩემა, ეგრევე გადავიცვი. რა კარგი ყოფილა შუქი რო ანთებული გარეთ. ხო. შუქია აუ რა განათა მეგობრებო. დააფასეთ შუქი. ცხოვრებაში ბევრი რამე კუბოში ყოფნის დროს ბევრი რამეს აფასებ ადამიანი. შუქიც დააფასეთ. აჩი რაღაც დიდი ხანი არ გამოჩენილ ხარ ბატონო გიგი, რა ხდება? ხვალ ამოვალ აჩი და ჩაგეხუტე. ჩაგეხუტე მოგეფე რაღა დარჩა 24 საათი. აქაურობის დედა აი ხლა მოგეწყენათ დედა, თქვენი დედა მოვწყა. არ მინდა ძმაო ჩახუტება ხალხს უთხარი რომ ჩემი ახი გამოიწერო ეგ მიხარდება ჩახუტება იყოს შენთვის ადია შენ ჩახუტება ოფლიანი და სუნჯანი იქნები რომ ამახო მეგობრებო ჩემი ახი გამოიწერეთ არ დაგავიწყეთ და რავი აი აჩის არხით სამოვა თუ დაგაინტერესეთ საერთოდ ვაფშე რავი რაც საინტერესო ეგამა თუ დაგაინტერესეთ აკა აი ვინ შენ ამოგთხაროს რა წავედი მე შენი კარგიც რა 24 საათი ხა ისინელა გავა ხო ვიცი TikTok ედიტორებს მიმართავ რომ იქნება TikTok ედიტების გათამაშება ქვემოთ იქნება აღწერა გათამაშება 1500 ლარი მეგობრებო და დეტალები ქვემოთ იქნება აღწერაში და მინდა რომ ეს ვიდეო რამენაირად Mr. Beast მივაწვინოთ ერთად ну გავაგებინოთ რომ Mr. Beast რეკორდი მოიხსნა და ეხლა ვიტყვი ინგლისურად რა Hey Mr. Beast, this is George from Georgia and wanted to let you know that I'm in the coffin right now. This is my 7th day and one more day left so I can beat your record. Just wanted to let you know.
მეგობრებო, ავაწიოკოთ. მისტერ ბისტი დავთაგოთ ყველა TikTok-ში, ყველგან, სადაც შეგვიძლია, იქნება რამენაირად ხმა მივაწვინოთ და კონტაქტზე გამოვიყვანოთ. და ჩვენი ბოლო სტუმრების დროც დადგა. ხაშურის ბიჭები. აი, კი არა და ჰამაკის ბიჭები. ბიჭო, მოიწრიე! ნარკოტიკს მალავ! ნარკოტიკს მალავ! ისჯობდა? კი, რაღაცა აუტუალეტში მომინდა, უცბად მომინდა. ესე აი დემონსტრაციულად აბა დამო შევიდეთ ახლა ჩვენ და დაგიბრუნდებით რა. აი გიგი, შენც ასე მრავალსტარზე ორსულად ჯამთელად იყავი. ბიჭებმა კი ამ თამაშის ბოლო მსხვერპლი არჩეს. შეჭება. ორივე ხელი მანათო. რომელ წელს შეიქმნა პირველი სოციალური მედიის პლატფორმა? 1995 წელი. 95 წელი 1. 2000 ვთქვათ. და უფრო ახლოს ვიქნებით რო რამე. მოხდები? აი, მაგრამ რამდენი თქვი შენ? 95. 96 მაშინ. ხო. 97-ს შეიქმნა პირველი. აბარა! ბიჭებს ერთი ქულა და გიგი კიდე დაედრა. ბიჭო იმანე? ჩამდი. ვაიცა, დაიცა. აუ, მაგრამ ეშინია. აუ, არა. საწაული, აუ, არა. გიგი. ვაში. არ ჩამომიგდია, მოგატყუე. რა არ ჩამოგიგდია? აბა ეგ საფეტი გადაწია. ესა. მაგარ რო გიყვინოს გითხრა რა მოგივა? ვა, ნახე ბიჭო, ნახე. არა, ეს. კაი, ბოდიში, მადლობა ყურადღებისთვის. მე არ ძურება რა უქნა რა. არა, კაი, არ ჩავაბარებ, მორჩა. კამერებით რა. და ეს არის ჩემი ბოლო ღამე. ანუ ვერ ვიძინებ, ღამე 4 საათია. ხოლმე ამოვიდე უკვე. ვერ ვიძინებ. არა, თქვენთვის ვიდეო და გამესიარებინა, რომ ძალიან მიხარია. აი, ანუ სახში აღარ გვაქვს, სუქარეთ ვიკლი. ანუ სუქარეთ ვიკლი. ერთი სული მაქვს. როდი სამარი. ვერ ვიძინებ. გამიხარია, ექსაი ბავშვები რო არიან, ხელი მიკანკალებს აქეთა. ბავშვები რო არიან, ძალიან უხარიათ ხოლმე, რომ რაღაცა აი ეგრე ვარ ზუსტად. ალბათ ვიხსენებთ დღეს როგორი დღეა. დიდი დღეა დღეს. აი ამბასადრ წავედით დუხი შევისხარ ხალხი რო ვერ მიხვდეს რომ 8 დღე არ მიბანავია დუხი მივისხი ხალხი რო არ მიხვდეს 8 დღე რო არ მიბანავია ესეთ უცნაურ ამპლუაში ვარ ხალხო ეხა ვიწყებთ გიგის ამოსაფლავებას ალბათ ესე შეიძლება დავარქვათ და დავიწყებთ ნიჩბებით ვნახოთ რა გამოვა და მეგობრებო 4 მოხალისე მინდა ერთი მოდი შენ მეორე მოდი, კაი მესამე შენ და მეოთხე მინდა კიდე ერთი მოხალისე. ამომთხარე და კიდო მიმზადვარ. დაიწყე. დაიწყე აჩი. 4 რჩეული მოხალისე შევარჩიე, შეჩება რომ ამოგიყვანო. 4 საუკეთესო მონაწილე. 4 საუკეთესო მოხალისე. სად არის მეოთხე? აი აქ. ახავარ წავიდე მეგობრებო გავლაგდეთ. ნახოთ თუ შევძლებთ. დაიწყე. ხენს ამოსაფლავებას. დაწყეთ ბიჭო. ესენი ზანზარებს მაგრა. წავიდა ამ 4 ცერემონიაი. ყველაფერი კარგად მიდის მეგობრებო, არ ინერვიულოთ სულ რამდენიმე წუთი და გიგი თავისუფალი იქნება. გეგ ოპა გამოჩნდაო განძი ვნახეთ ხალხო ნახე
მუშად გამოწკეპილია? ამას ეცება, ამოსაფლავებაზე ისე არ არის? როგორ არის? ჩამარხვა ხო არის და ამოსაფლავება? ბიჭო, ანუ რა ნათელში ვარ? აბა! დავიდა, დავაი, ამოიყვანე. გაიცა. აი მოიცა. კარგად, დედა. მეგობებო, მაგათავა ცოცხლადავა. შემოგე, აი. წონასწორობისას ხო არ გიწევს, ხა? წონასწორობისას ხო არ გიწევს? ჩემი რა მაგრა გადარჩნო, ქვემოჩავარ და დაკითხა ჩამოვარ. მისტერ ბის რეკორდი მოხდია ოფიციალურად. თქო ესე არ მოუგია. ესე არ მოიგეს, მაგრამ რა მიშოვა და აქვე მინდა მადლობა გადაუხადო ჩემ გენერალოსს, ამბასადორს, აბა ჰო. მე? აჩი რა თქმა უნდა.